გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ორქიდეოვანებო და ზოგადად ყვავილების მოყვარულებო. Როგორც ხედავთ, დღეს ამანათები მოვიტანე, მოკლედ აი ეს სამი ამანათი არის. ორი არის ნინასგან გამოგზავნილი საბერძნეთიდან, აი ეს დიდი ამანათები, ხოლო ზემოდე რომელიც დევს, აი ეს არის ჩინეთიდან გამოგზავნილი, რომელიც ერთ-ერთ საიძეს შევიძინე რაღაც ჩემი მეუღლისთვის და როგორც იქნა ჩამომივიდა საქართველოს პოსტაში და დღეს ავიღე ესეც. მოკლედ დღეს ძალიან ამანათების დღე მაქვს, აი ეს რაღაცა ადრენალინი, რომელიც ამანათების გახსნას თან ახლავს ხოლმე და მოდით ახლა ერთად გავხსნათ. აქ სახელი კი სწორად წერია, მაგრამ გვარი არის შეცდომით ქართულად. ჭიტაძე წერია. ახლა ჩიტაშვილი და ჭიტაძე რატომღაც განსხვავდებიან? არა და ინგლისურად ნამდვილად ლელა ჩიტაშვილი წერია აქ. წინა ამანათის აღების დროსაც ანალოგიური მომენტი იყო, ჭიტაძე ეწერა. მოკლედ, ჩემ გვარს ინგლისურიდან ქართულად ვერ კითხულობენ თუ რა ჭერს ამ ქართველ ხალხს, მე ნამდვილად არ ვიცი საქართველოს პოსტაში. ალბათ სიჩქარიდან გამომდინარე არ აკვირდებიან. ხო ეს ვიცი რაც არის, ამას მერე მოვაზოვებ ჩემს მეუღლეს. ეს გადავდოთ ცალკე. ვიცი რაც არის, მოკლედ ჯერ დავიწყებ ამ ამანათის გახსნას. როგორც გითხარით, ეს არის ნინას გამოგზავნილი. და ამაში ყვავილებიც უნდა იყოს და კიდევ რაღაცეები პირადად ჩემთვის გამოგზავნილი. მოდით ვნახოთ. ნინა ვეღარ ვითმენ უკვე რა არის შიგნით და როგორ ჩამოვიდა. იმედია ყველაფერი კარგად არის შიგნით, იმიტომ რომ ამ ამანათმა 5 დღის ნაცვლად 9 დღე იმგზავრა. ანუ, როდესაც გამოაგზავნა ნინამ, 1 დღე შეუხვდა იქ დასვენების დღე საბერძნეთში და მხოლოდ მეორე დღეს გამოაგზავნეს საქართველოს მიმართულებით. მერეც გზაში ისე მოხდა თურმე ავტობუსი გაფუჭებულა და შესაბამისად 9 დღე მოუწია ამ ყველაფერს შეფოთული ყოფნა და დღეს ამ დილას წამოვიღე. მოკლედ იქ ოფისში ვინც მუშაობს შევაწუხე 5 შაბათიდან, დღეს უკვე 2 შაბათია. ყოველ დილას 9 საათზე ვურეკავდი, სად არის ჩემი ამანათები და როგორც იქნა დღეს ავიღე. ვნახოთ. ნინაჩკა, მოკლედ როგორ გიყვარს შენ სიურპრიზების გაკეთება? დედა, აბა ვნახოთ ეს რა არის. ეს როგორც ხვდები არის მოსარწყავი. ეს არ ვიცოდი. ნინა, ესე იგი შენ გინდა რომ ჩემ აივანზე მოვაწყო, ძალიან ბევრი ყვავილები მქონდეს და აი ამ შლანგით მოვწყო ხოლმე, ხო? ჩემი გოგო. რა მაგარია. ეს არის სასუქი. გრანულირებული სასუქი. ეს არის ბევრი ყვავილისთვის, ანუ ყველანაირი ყვავილისთვის გამოდგება. ქვია გემა. ესე იგი ფორმულა, NPK-ს ფორმულა არის ასეთი 12-12-17 + 2. და ეს ნიშნავს, რომ აზოტი, ფოსფორი აქვს თანაბარი რაოდენობის, ხოლო კალიუმი არის ცოტა მეტი. ესე იგი ეს გაზრდის ყვავილობასაც მოანდომებს ყვავილებს და ასევე კარგ იმუნიტეტსაც მისცემს. მადლობა ნინაჩკა. ეს ის არის, მე ამას ველოდებოდი. მადლობა ნინა, ძალიან საყვარელი გოგო ხარ. ეხლა ჩვენ აქ რა გვაქვს? ეს არის ზეითუნის ზეთი. ნინაჩკა. რამდენჯერაც მოვიხმარებ, ეს სულ შენ გამახსენდები. მადლობა ჩემო გოგო. კიდევ ვნახოთ ჩვენი ციმბიდიუმი. აქ არის ყავა, მაგრამ ნოტიუა თვითონ ეს ციმბიდიუმი ხო ტენიანი არის, ძალიან ისე ვერ გამოაშრობ, ხო? და თვითონ ყუთიც ტენიანია და ეს ყავაც მე არ ვიცი ნინა, ეს ყავა იბარგებს თუ არა, ძალიან ნოტიუა გარედან. მოდი გავაშრობ და რა ვიცი, ვნახოთ თუ გემო არ შეუცვალა ამ ტენმა, კარგი იქნება გავსინჯავ ათენის ყავას. ეხლა ყველაზე მეტად მე ციმბიდიუმი მედარდება. როგორ მდგომარეობაში არის? 9 დღე იყო დახურულ ამანათში. თქვენ ეხუმრებით 9 დღე? ახლა ამას ექნება მაგარი სტრესი.
ესენი არიან ნინას ციმბიდიუმები და თხოვა რომ ჩემთან ყოფილიყო. აჰა, პერლიტი კი გადმოყრილია ნინა, მაგრამ არა უშავს. თავარი ეს არ არის, თავარია მოიკეთონ. დედა რა საყვარელია. ეს არის ყვითელი ციმბიდიუმი. ყველა რაც ციმბიდიუმები არის, ეს არის ყვითელი. და ახალი ვიდეოს მასალაც გამომიჩნდა ნინა შენი დამსახურებით და შენი წყალობით. მოკლედ ამ ციმბიდიუმებს მოუწევს ახლა დაფესვიანება და ასე შემდეგ. აი ცოტა ფესვები ცოტა ისი აქვს, მაგრამ თავარი არის ციმბიდიუმებში ბულბები იყოს მაგარი, არ იყოს ჩაჩუტული, აქ ყველა ბულბა არის მაგარი და დამერწმუნეთ ძალიან მალე სადღაც მას შემდეგ რაც ადაპტაციას გაივლიან, რაც სტრესს გადალახავენ, მაგის შემდეგ უკვე დაიწყებენ ფესვების წამოღებას. უფრო სწორად ახალი ამონაზარდების და იმ ახალ ამონაზარდებს ექნება უკვე ფესვები, თორე ძველი ბულბებიდან ფესვები უკვე აღარ წამოვა. ეს დავდოთ აქ. ეხლა ეს რა არის? ესეც ზეთია, ზეითუნის, მადლობა ნინაჩკა. და ნახოთ ახლა შემდეგი ციმბიდიუმი. აი ესე. სულაც არ არიან ცუდ მდგომარეობაში. მე შინოდა ძალიან ნინაც განიცდიდა, ნერვიულობდა ყოველდღე. მირეკავდა გოგო ნახე იქნებ ჩამოვიდა, გოგო ნახე იქნებ ჩამოვიდა და როგორც იქნა მართლა ჩამოვიდა. აი ასე. საერთოდ ხოლმე საბერძნეთიდან იციან დაგვიანება, მაგრამ ეს არ არის სისტემური ხასიათის და როდესაც აი ესე ყვავილების გამოგზავნა არის ხოლმე, ხდება ესე ყვავილების გამოგზავნა, უფრო ასმაგად ვნერვიულობთ ხოლმე მეც და ნინაც, იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმია ყვავილი, სუნთქავს, არსებობს ის ცოცხალია და აი ესე დახურულ სივრცეში მას საშინელი დისკომფორტი აქვს და სწორედ ამიტომ განვიცდით ხოლმე ნინა ესეც კარგად არის, ამისი ბულბებიც კარგია. არაჩვეულებრივად გამოიყურებიან. ყოველ შემთხვევაში იმის კვალობაზე რომ აი ესეთ მდგომარეობაში ამანათში იყვნენ 9 დღე. კი ნინა, არის ნერვიულო. ეს 2 და ესეც 3. აჰა. ამისი ბულბებიც კარგებია. ეს ფოთლები გაუსწორდებათ მერე. მდგომარეობა კარგი აქვს ნინა. მოკლედ აქ არის პერლიტი და ეს პერლიტი მერე გადავარჩევ ამ პერლიტს, გავასუფთავებ, იმიტომ რომ საქართველოში ასეთი მსხვილი ფრაქციის პერლიტი არ იყიდება, ფიზიკურად არ არის, აქ ძალიან ფქვილივით არის და მე მინდა ისევ აი ამ პერლიტში ჩავრგო, ყოველ შემთხვევაში ვნახოთ, ქერქიც მაქვს ჩემს მიერ გამზადებული რომ გადავიტანო და თან ესეც შეიძლება ქერქიც კი გავურიო აი ამ პერლიტს და ასე შევავსო დანაკლისი თუ იქნება ქოთნებში. ეხლა გადავიდეთ შემდეგ ამანათზე. ნინა ეს ძალიან კარგად მოგიფიქრებია რომ დაგიხრეტიათ იმისთვის რომ ჰაერმა იმოძრაოს და არ მოხდეს ჩახუთვა სცენარის. ყოველთვის არ ამართლებს ეგ მომენტი, მაგრამ მე მგონი ახლა კარგად იქნებიან, რადგან აი ამ დახურულში იყო. პრინციპში ესეც დაჩვრეტილი იყო. ეგ ამანათიც. გავხსნი და დაგიბრუნდებით დრო რომ არ წავიღო ბევრი. გავხსენი ახლა ეს ამანათიც და თქვენთან ერთად ამოვალაგებ. ვნახოთ. ეს არის ყველაზე ზემოთ, ეს ციმბიდიუმი. რა ლამაზად შეგიკრავს ნინა. იცი ახლა ამას გადავჭრი. სკოჩს. აბა ეს ციმბიდიუმი ვნახოთ, როგორი ბულბები აქვს. მაგარია? აჰა, ეს ძველია.
ესეც კარგია ნინაჩკა. დავდოთ აქეთ. ეს ჩვენი მეოთხე ქოთანი. ენა რომ ვიცოდე ნინა, აუცილებლად ამ ჟურნალებს წავიკითხავდი. წითელი ლენტით რო შეგიკრავს. ესეც შემოვაცალოთ. აი ახლა ეს ხელსახოცები, რაც შემოხვეული აქვს, სულ ნესტიანია, სულ ტენიანია. წარმოგიდგენია, რამდენი წყალი აქვს ხოლმე შიგნით. ჩვენ გგონია, რომ მოსარწყავია და ამ დროს იმდენი ტენი აქვს, რომ გაგიკვირდება. ახლა ნინა, შენ რო ამას ნახულობდე, გაოცებული იქნებოდი. ამისი ბულბებიც კარგია. ყველა ბულბა კარგი აქვს ამასაც. ეს მეხუთე ქოთანი. რამდენია? 6, 7 და 8. აჰა, ეს პაწუკარი. დავნახოთ. ეს ბულბა ცალკეა. ესეც სხვათა შორის მიუხედავად იმის, რომ აი ეს ბულბა არის განცალკევებული და შავი ფერია, ხო? მაინც გამოდგება იმისთვის, რომ მომავალში ამოიყაროს ამან თავისი კვირტები გააღვიძოს, რომელიც აი აქ დაფარულია, დამალულია და თვითონ ამას არ ჭირდება და არაჩენს რო აქვს და გააღვიძებს აი ამ კვირტებს და მერე ექნება ახალი ამონაყარი. ანუ ამას მე ჩავრგავ ცალკე და ცალკე ამოიტანს. აქ რაც გვაქვს, აბა ახლა ეს ვნახოთ, ეს საკმაოდ ჯამრთელი ბულბაა, ეს ძველი ბულბაა, აქედანაც შეიძლება რამე წამოვიდეს და თავისთავად ცხადია. აი ეს არის ახალი ამონაყარი და ესეც გააღვიძებს ამონაყარებს და ესეც კარგი არის. ეხლა შემდეგი ეს მყარად არის. ამისი ბულბებიც კარგია ნინაჩკა. ესეც ნახოთ როგორ არის. აი ამ ზედმეთ რაღაცებს შემოვაცლი, რომ უფრო გასუფთავებული იყოს, ეგრე უნდა. აი ნახეთ. ახალი ამონაყარი აქვს ამას. აი ეს არის ახალი წამოღებული. წესი და რიგით ამას საყვავილე უნდა ამოიტანოს, მაგრამ ჯერ ჩვენ წინ გვაქვს შეგუება პირობებთან, კლიმატთან, სტრესის გადალახვა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება წამოიღოს საყვავილეები. ნახოთ. სულ ეს არის ამონათი ორივე, ესე იგი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 ქოთანი არის ციმბიდიუმებით. ეს ყველა არის ყვითელი ციმბიდიუმი, ძალიან ლამაზი ყვავილობა აქვს. ასევე ჩემი ყავა, ნინა ძალიან მინდა ამ ყავის დაგემოვნება და მგონი ცოტა გამოშრა. ამასობაში კიდე დაველოდები რომ გამოშრეს. აი ეს სასუქი, რომელსაც ძალიან ველოდებოდი. აქ სხვათა შორის ბერძნულად წერია, რომ აზოტი, ფოსფორი და კალიუმი და კიდევ ჩამონათვალი არის და რა დროს უნდა მიეცეს, რა რაოდენობით, ეს ყველაფერი წერია და ამაზე ნინა დამეხმარება, რომ გავარკვიო, იმიტომ რომ მე ენა არ ვიცი სამწუხაროდ. დანარჩენად ესე კიდევ ზეითუნის ზეთი მაქვს. ნინა, დიდი მადლობა ზეითუნის ზეთისთვის. ძალიან მიხარია და რა თქმა უნდა, მოსარწყავი ყვავილების, რომელსაც აქვს გრძელი შნური და ეს შემიძლია მივამაგრო ვანაში ონკანს და შესაბამისად ვანაში მოურწყო ხოლმე ჩემი მცენარეები, ისე როგორც მე მომინდება და არ ვიქნები შეზღუდული ნამდვილად იმით, რომ რატოღაც ვერ წვდები და ასე შემდეგ. აი ესეთი სიმწვანეა ჩემს მისაღებ ოთახში. ეხლა მე დავაცდი ამ მცენარეებს, აი ესე ხელს არ ვახლებ.
საღამომდე იქნებიან ესე, ამ ტემპერატურას მიეჩვივნენ, ცოტა გამოშრებიან, ეხლა ეს დატენიანებულები რო არიან ძალიან ცოტა ოდნავ გამოშრებიან და მხოლოდ ამის შემდეგ დავუბან იმ ფოთლებს, რომლებიც პერლიტისაგან არის მტვრიანი და გავუთავისუფლებ ბაგეებს, რომ გაიხსნას და სუნთქვა დაიწყონ. შესაბამისად, ოდნავ თბილი წყლით დავბან, სადღაც 30 გრადუსის წყლით. ხვალ უკვე შეუდგები ამ მცენარეების დაბინავებას თავიანთ ქოთნებში და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად იყავით.